ყვავილების ნამქერი შესევიან ლელიას შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია მერტო ნიჭიერების ზედიტში ვარ ხუბრობ აქ კი კარტოფილი მზადდება როგორც ხედავთ აქეთ არის კოტლეტი, აქეთ ჭადი, როგორც ხედავთ, ჯერ არ არის მზად და მოდი შევაბრუნოთ და გავაკეთოთ. რა მოხდა ბაღში დედა? გამაბრაზე. ვინ დედიკო? მათე ხელი მომის. როგორ მოგიშვირა? როგორ მოგიშვირა მათე ხელ? მომეციო? მერე რა ქენი შენ? არ მოგეწონა როგორც გითხრა მომეციო? არ გთხოვა? არა და არ მიეცი? თუმცა მე ხო ვაწყობდი, მე ხო მინდა თამაში. კი, დედიკო. აბა რა მოხდა თამაშები? დედიკო, თუ გთხოვს მიეცი. თუ გთხოვს, კარგი? თუ შეიძლება მომეციო, თუ გეტყვის, მათხოვეო, ათხოვე ხოლმე, ხოდე? კარგი. კარგი. შეურიგდი მათეს ახლა, აღარ ეჩხუბო, ხო? კარგი. კარგი? კარგი. დილამშვიდობის მეგობრებო. ჰაი. უკურა. მოკლედ. გადავიღეთ ქურთუკი. ხლაჩაც მას ვაპირებდი უფრო ზემოდან, მაგრამ მოდი მეთქი ეგრეთ არ გავთამამდე. რა ვიცი, არ მოიღრუბლოს. წავიდეთ სამსახურში, ვაიმე ბავშვი ყავდა ბაღში გადაყვანილი. ვაიმე დედა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიჭირდა მაგის ადგილმა, ჩაცმა, დარწმუნება რომ ხელპირი დაებანა და რა ვიცი, არ ვიცი რა გითხრათ. ისტერიკა მომიწყო დილით და ბაღის კართან კი ცინა მერე, მაგრამ უკვე დაგლეჯილი მაქვს ნერვები. всё, მადლობთ. გავიხედოთ არ საიდან გამოვარდა, საქართველოში ხო ვერ გაიგებ საიდან მურბის მანქანა. ჩემი საყვარელი ქურთუკი. რადგან შიგნიდან მაცვიათ ვილა და ეს არის ძალიან მხურვალი, აი ისეთი მხურვალი ხო ითამი ხო სულ მოძრაობ და ვიბარ აი შეიძლება გავიგუდო. ამიტომაც არ ჩავიცვი ქურთუკის ხელი. რო ვიცი რომ დამცხება, მაშინაც ეგრე დამემართა. თბილად მეცვა ესეც რაღაცა სხვა კიდე და ვიწურწურით გამდიოდა ის მცხებოდა. გზაში. ხო და ესეთი ამბები. წავიდეთ. დავხარჯოთ ენერგია. გავაკეთოთ ჩვენი საქმე, რისთვისაც ვყავართ. ყვანილი სამსახურში ადამიანებს. ბედნიერი დღე. Hello? მე ალბათ ეს ორი ძაღლი ერთად გამიტაცებდა. ესე იგი, აი რამ ჩამაცმევინა ხალხო ვინმე მითხარით, ეს ისე დამცხა, რომ აი რა ვიცი, მეთქი არ მოვკვდე გზაში, ვერ დამემართოს. ჩქარადებებოსთან მივდივარ. ეს საბამი. სად გაიყვალ საბამიდე? დავშვებით ხალხო. მოვედით. აგერ ქალბატონი საკვებს მიირთმევს, უცებ უნდა მივირთვათ და მანანა ბებოსთან წავიდეთ. მანანა ბიცოლასთან, ჩემთვის და ამისთვის ბებოსთან წავიდეთ. აგერ გვერდზე ჩვენთან რო არის, ხო იცით? გადავიყვანო, იმიტომ რომ ბავშვს რო მოვანატრებ ხოლმე, მე რამის გამგლიჯოს შუაზე და
თორე მე ვის ვენატრები. ხო და უცებ უნდა მიირთვას, ხო და ამიტომ უნდა წავიყვან. დედიკო, რო დაინახებ, უნდა მიესალმო საყვარელო. სადაც არ უნდა შეხვიდე, დედიკო, ხო? ყველგან ყველას უნდა მიესალმო, უნდა თქვა გამარჯობა და ასე შემდეგ. ჩქარა დაღეჭე, რომ წავიდეთ და ხო და ისე დამცხა, ანუ გათბობა ჩართული აქვს, ჩემ ქმარს ახლა დატოვებულია და უნდა გავთიშო. და თქვენ არ გიყვირთ როგორ შევინარჩუნე ეს მაკიაჟი მთელი დღე. ტურსას არ გულისხმობ ეს თავიდან წავისვი, იმიტომ ხა იქ ვისადილე და რაღაც, მაგრამ ანუ მთლიანობაში რა. ჩაყლაპე საყვარელო? არ წავიდეთ ბებოსთან? მაშინ დაგეჭე. არა, დედი, აქ უნდა მივირთვათ. მიდი სიცოცხლე მიდი. რატო მიკარჯობია? იქ წამოგიღო? კარგი, მიდი ჩაყლაპე ერთიც და მე და წავიღოთ. გამოვიცნე მაშინ და წავიდეთ. ხო და ესე იგი მაგარა დამცხა, გადავიხვირთქე. თან რაღაცა ქურთუკი მეცვა, რაც ჭაობისფერი ქურთუკი რომ აქვს და სქელი არ არის იმაზე, ანუ ის ძონ სქელია, ხო და ამაშიც კი გავიგუდე და მე გავიხადე, იმიტომ რომ დამცხა. მამა ჩემა გაიხაროს, ეგ არის ჩემი მშველელი. სანამ ბახთან მივიყვანდი, იმას ქნა რა ქვია. დამირეკეო და გადმოვალო და მოკლედ. გია. გადმომაყვანინა ბავშვი. გია. ხო, დედიკო. მირთვი. მარიკო რომ გამომიყვანეს ეძინაო, მითხრეს ცოტა დაეძინაო. გუშინ შემთხვევით მოკრა თვალი რომელიღაცა ფილმში. ხო და შეეშიდა. ღამე ბორგავდა რაღაცა, ანუ კატები დავინახე იქ ტელეფონში მანანა ბებასთან და საჭაჭილად მოხდი. გიწირილი კი არ უნდა გაიგო, უნდა ისინო კატებს. ხო და მოკლედ მძიმე დღე ქონდა, დღეს დილით კი უკვე ვლოგშიც ნახავდით, რო ვთქვი, რომ გაიგლიჯა შუაზე იმდენი იტირა და მე იცინა ბაღის კარებთან, აი რა გავიგო. ჩქარა ჩემო სიცოცხლე. ესეც და გამოვიცვალო, კარგი? ხო და ესე, ჩემი თავი დღეს ძალიან მომწონს, ახლა უფრო სწორად, დილით თლად ეგრეც არ იყო, მაგრამ რაღაცა დღეშუგზე თითქოს უკეთესად გამოვიყურე. დღეშან მომწონს. მოგწონო არ? ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა დე. თან დღეს უნდა რომ მამამის წაეყვანო ბაღში. რა, საყვარელო. ვაიმე, დიდი მადლობა. ხო და იმას კიდე არ ეცალა რა ქვია მამამის დილით და ძალიან დაწყენი იყო. გილოცავ დაბადების დღეს რომ გექნება 10 ივნის დე. შემოიტანე. მადლობა. მადლობა დე. ვაიმე, მერე ხო რომ მოვიცი რომ ჩამოვალე ხა იქ ამისო ჩემთან მივიდნენ. თქვენ უნდა მოგიყვეთ მარშრუტკაში როგორ განიხილავდა კაცი. მირთვი ორივეა დე. როგორ განიხილავდა კაცი რომ მისმა უახლოესმა ადამიანმა იმშობია რა ფიზიოლოგიურად, ანუ და ის არისო, ნუ რაღაცა დაიტანჯაო, რაღაცა და ეს არის გმირი დედა, აბა ის არისო, კარგიო, რომ გაიჩაჩხებიან და აჭრევინებენ თავსო ამ თემაზე უნდა ვილაპარაკო სხვათა შორის, რომ ჩამოვალ მერე. შოკი იყო, ისტერიკაში იყო. ჰადე. მარიკო სწრაფად დედა, მაშინ არ წავალთ, იმიტომ რომ საქმე მაქვს მეც სახლში და დასალაგებელი მაქვს ჭუჭელი გასაერცხა და შენს გამო მინდა რომ ავიდე და მე ცოტა თავისვენ, იმიტომ რომ ეს დღეს იყო ხუთშაბათი დღე. კატასტროფა. ძალიან დავხატე. ასე. ჩქარა დედიკოს ლამაზო? აჰა, ერთიც და უნდა გამოვიცვალო მე. და მომაქვს ესთებში რომ მივირთვათ, ხო ჩემო ლამაზო? ცოტა შეიძლება. ცოტა რო ჩაგიდო ხოლმე? ცოტა. ცოტა კიდე როგორ არა? რა თქმა უნდა შეიძლება. არა, კარტოფილი. აჰა, კვერცხი არ გინდა? აჰა. კარგით. მალე მოვალ. სხვათა შორის რა ფერის ტუჩიც ახლა მე მიჩანს რაღაცა მოიასამნისფერო თითქოს დაახლოებით. მინდა გიჩიოთ რომ ზუსტად ასეთი ფერის ქალის შიდა თეთრეული უხდება თან სასწაულად ხალხო. ზუსტად ასეთი ფერის შიდა თეთრეული მაქვს ზედა და ქვედა. ისეთი ლამაზი იყო.
ისეთი ლამაზი იყო ერთად ტურცაცხი ის და იმეთი ეს ყორგია რო გარეთ. ასე რომ ჩემი რეკომენდაცია მსგავსი ფერის შიდა თეთრეულებს გოგოებო. ჭადი, კოტლეტი, კარტოფილი, იმერული ყველი და საწეველი. 322 კალორია. მოდი მივირთვათ. ჯერ დავაყენოთ კარგად. ამას ეგრევე სასწორზე დავადე ზემოდან, იმიტომ რომ არ ჩანს, მაგრამ ესე რო ვქნათ, შენი რა ჩანს. დავიწყოთ კვება. დავიწყოთ. სიმართლე გითხრათ მომშივდა. და მოდი, ვისაც არ გიყვართ ჭამაყლაპის ყურება მიხოთ, იმიტომ რომ ძალიან ჩუბად ვიყვებები ხოლმე. ესე თითით ასქროლეთ, ოღონდ გალანძღოს ნუ დავიწყოთ, თქვენი ნერვები არა მაქვს. დანადამა ვწყდა. ეს გახლავთ 322 კალორია. ხედავთ აქ. აი აქედან აქამდე რაც არის ეს ახლანდელი კვება, ეს დილის იყო. 300, 400, 500, ნუ ჯერ 600 კალორია, 600 ბოდიში კალორია, ჯერ არ მიმირთმევია. წინ ძალიან დიდი დროა დაძინებამდე. მივირთვათ. აი ძალიან მომშივდა. დღეს ცოტა გვიან ვისადილე სიმართლე გითხრათ, მაგრამ ნუ აი რაც მივირთვი, ის ჩემთვის იყო ზომიერი. გრილში გამოვაცხე ჭადი. უბრალოდ არ დავაცადე დიდხანს, თავი დაიშუშა. ცოტა დიდხანს იყო, მაგრამ კიდე ცოტა დიდხანს უნდოდა. ხო და ესე ცოტა თეთრად იმიტომ დარჩა, თორე რეალურად მოშუშულ, მუთუშულ ყველაფერი ეტაპები რაც გაიარა, დასრულებულია. მე ვონწე კრატონობს ხო? მიყვარს. ნუ ახლა რა თქმა უნდა მაშინ რა ქვია ტაფაში დედა რო აკეთებს ხოლმე იმას რა ქვია ჩათხლიშავს ამ ხელაზე და ჩაყრის ხოლმე ვგიჟდები, მაგრამ ცხოვრება მეგრე მოიტანა. შვენიერი. ხვალ რა უნდა წავიდო სამსახურში, არ ვიცი. კვერცხი? ალბათ კვერცხი. ხლებს წავიღებ. ყველს წავიღებ. რა შეიძლება? ამ ხრა კონტეინერში ჩამეტიოს ხალხო. მეზარება დიდი სწავება. ოთხ ადგილას ვარ სტუმრად წასასვლელი. ვერ მოვაპი თავი. ვერანაირად. ჩემს გაგრძელება მინდა მარშრუტკის ამბის და საკეისრო ფიზიოლოგიური მშობიურობის, მაგრამ ასე კვების დროს არ მინდა ეგ თემა. არა ესთეტიურია. ჭრილობებზე საუბარი. დავიწყო ახლა აქ. შუა კვების დროს. ძალიან გემრიელია. იცით რა, მე უკვე მივეჩვი ამ კვებას და ჩემთვის ეს არის ძალიან გემრიელი რა, როგორც მე ვიყვებები. ნაკლები ცხიმი და ყველაფერი.
ვერცერთი უგემორია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჭადიზეთში, მეც მიყვარს, მაგრამ ბოდიში. მე როგორ მოყვარს ხოლმე, იცი? აი რამე ვიდეოს ვრდებენ, რაც ვთქვათ, კვება შეეხება, თუ ვინმე კალორიულ დეფიციტზე, აი მარტო იმას, რომ დებს რომ ვთქვათ, ეს და ეს მივირთვი, ეგრე კი არა, თან რომ დააყოლებენ ხოლმე, რომ აი ეს ამდენი კალორია, რაღაცნაირად მომწონს ხოლმე, მე რაღაცებს ვითავისებ მე თვითონაც რაღაცებს. TikTok-ზე. არის რამდენიმე, ვინც ესე აქტიურად დებს ხოლმე რაღაცა ვიდეოებს კვების და დააწერს ხოლმე, რომ ეს ამდენი კალორია. და ყოფილი რაღაცა კერძი ისეთი, რომ მეც გამიკეთებია. მეგონა აღარ მქონია სოკო. სოკო გავაკეთე. სავარაუდოდ ხვალ გავაკეთე. ალბათ. არა ერთი კვება სოკო მინდა. მარილი მაგალია რაღაცა. გიმოების თამაშია კლია. ჩემი მარილის დაყრაზე, ჩემი პიანისტი იცენტრება ხოლმე სამსახურში, მე რომ მარილს ვაყრი. აი გიჟდება, თქვიდან გადადის ხალი. ამდენ მარილს აყრი კოკოკინის ხოლმე. მე რომ მარილი მკვეთრად შევამცირო, იმაზე მეტად კარგი კლება მექნება. ხვალ არ ვიცი წავიდე, მაგრამ ხო პარასკევია, არაკაცო შაბათს. არ ვიცი. სამადვილას ვარ წასასვლელი. ის მეოთხე სადაც ვარ, ის ცოტა მოგვიანებითაც შეიძლება, მაგრამ აი ვერ გადავანაწილე, აი კვირა დღეს არ მიყვარს ხალხოსადმე გასვლა, იმიტომ რომ კვირა დღე მომზადების და მაგიტო დიდად ხო და ეს ერთი შაბათი თუ მაქვს, სადგინდა იარო. ანუ ერთი შაბათია რა. როგორ ანაწილებთ ხალხო დროს, მე ვერ ვანაწილებ. ვერაფრით. მე რა კარგია. მაგრამ ის წაყვანა რომ ეზარება ხალხო, თორემ წავიდოდი პარასკევს, ეს რა პრობლემაა. არანაირი. რომ მოდის ბავშვი ისეთი დაღლილია და მე უფრო რო გეხოწებით, ახლა სად იმის თავი აქ გიჯიბოდიალო. თუ რამე სასიცოცხლოდ ისეთი არ არის რა. შვენიერი. გრილი. დაილოცოს გრილება, მე გრილზე მგონი ისევ ერთი 130 ლარმა გადასახდელი. ეხო ბერთოზე გადავანაწილე, რომ ცოტა გადამეხადა და თაში ხან 13 ლარი მიწევს. მე ცოტა წინასწარ ჩავრიცხავ ხოლმე, მე ახლა მომიწია 3 და რაღაც. დიდი ალბათობით ვერ მოვჩები მილიონი წელი. ესე თუ ვიხადე 3 და
მაცივარი ეხლა ვფარავ უფრო სწორად თვე და რაღაც იყო დარჩენილი 2 თვე ხო და 80 იყო დარჩენილი და 50 უნდა ჩამოეჭრა ამ თვეში და 30 უკვე შევიტანე ხო და ყოველგვარ შეიტანე 30-იო და 50 წავიღებს და დამთავრდება ამით. რაღაც როგორ ვეტილაო. ახლა განმარტებებს რატო ფარო მალმალე გოგოებო? რომ ჩემი ტელეფონისთვის თავისუფალი ვიყო რა. განარა მე ის 13 ლარს ვიხდი იმაზე, მაგრამ ამ ჩემი ტრილერის იმაზეც ხო ვიხდი. და იმიტომ გადავანაწილე დიდ დროზე. როცა ცოტა ვიხადო ისე რომ ვერც გავიგო რა. რა ცოტა ოდნავ მეტი მქონდა. მეტი გადასახდელით თვიურად. ეგენი თითქმის მოვიშორე რომ ამ მქონდეს მე პრობლემა. თუნდაც აღებაზე არ გამიჭედონ რომ ბევრი გაგვალდებულობა და რაღაცა რა. ლიბერთიში უნდა ჩავიდე გავიგო ის ამბავი განმარტებაზე უპროცენტოზე რა არის როგორ არის რანაირად არის ვერ წამოვიყვანე მარიამი მანანასგან ვერ არა მე ბებოსთან მინდა ვიყავი შვილო მე ვთქვა რას დავეძებ გოგოებო კიდე რომ აი არის ხოლმე ესეთი ვარიანტი რომ რაღაცა რო ხდება ესეთი რა ყველა პროფესორი გახდით ამ კალორიებზე და რაღაცები ასეთ კომენტარებს მინდა გამოგეხმაუროთ ავტორებს პროცედურად რომ პროფესორობა ნაკლებად მაგრამ უკვე რამდენი თვეა ამ ამბავში ვართ მე და ჩემი გვი ძალიან ბევრი გოგოა აი ძალიან ბევრი ჩემი სანაცნობო რა და თუ რამე შეგვიძლია რომ ვინმე ერთი სიტყვა მაინც წავაშველოთ და სტიმული მივცე და ვუთხრათ რომ ეს ასია ის ისია რა ვიცი რა პრობლემაა რომ არანაირი თუ რომ პროფესორი იმდენი ყოს ქვეყანაში ერთი მე ვაკლი ვარ აღარ მინდა ცოტა დამჩა და უკვე ეს ჭალი მძიმეა იმაში გრილში გაკეთებული ხო ის არის კნატუნა მაგრამ ხო დიდხანს უნდები რომ იმას ქნა რა ღეჭო ასეთი ხმელი როა და უკვე მერე დრო მიდის გეწელება მერე იღლები და დანაკლებას მერე უფრო მეტად გრძნობ ვიდრე უცებ რო ხო მე გრილის გოგო ვარ ოფიციალურად უკვე რამდენი თვეა და იდეალურია ჩემი გრილი იდეალური მიმიქარავს ნინჯა ნინჯა ძალიან კაია უზა ფასი აქვს შემაშფოთებელი ეხა პატარა გრილს რო იყიდე რა ვიცი ალბათ შიგნით შეება 3 კოტლეტი არ ჩაგეტიოს თუ 4 რავი არც ძალიან პატარაა რა რეალურად ძალიან პატარა და რა ვიცი დიდი კიდე ძალიან ძვირი არის მაგრამ ეხლა ნამდვილად არ ვაპირებ რამე მსგავსი შეძენას შანსი არ არის ანუ რაში მჭირდება სოკანი მაქვს იდეალურია ხორცი მინდა იწვება თევზი მინდა იწვება აბა რაღა მინდა მე ხო ამისთვის ვიყიდე ისედაც
просто ვიყიდო. აი ნინჯა მაქვს. ზოგადად იდეალურად გამომადგა. ამოვწყდი მართლა იმდენი ჭამა. არ მინდა თქო და დავამთავრე. თან ჭუჭელი შევალაგავთ, თან იმ თემას დაუბრუნდეთ. მე ჭუჭელი მაქვს დასარეცხი და რაღაცები მოკლედ გასაკეთებელი, მისალაგებელი და ასე შემდეგ. ესე იგი, ჯერ ისევ რომ საკამათოა და აი ამ თემის აფიშირება არის რაღაცა ძალიან დიდი მოვლენა და ვაიმედე და განსაკვირია რომ ჯერ ისევ აი ეგ თემა როა რომ ბუნებრივად თუ იმჩუბი არის მაგარი ტიპი ხარ და ვაიმედე და საკეისროდ გეუბნებთ ისი ამაზრზენა და აღწერ და ის ბატონი არისო ნამდვილად პატარა ბიჭი ისე საშინლად აღწერდა რომ აი მეგონა რომ რაღაცა ცხოველი ვაგდივარ ყველგამო პატრული და რა თქმა უნდა ხა ვერ ჩავირი ის უბანში მე არ ვიცი ახლა ვის რა როგორ წარმოუდგენია ეგ ამბავი რომ აი ბუნებრივად შხობიარობა და ვაიმე და ამ დროს განიცდი და აბა ის ამ დროს განიცდის დედობა და აბა ის არის კაი რო გათაჭრიან და ძინავ თუ რა ვიცი აბა ვისაც ეს რო გვაქვს გაკეთებული ითხეთ ბატონებო და ქალბატონებო ამ გოგონებს დედობას ნაკლებად განიცდით და გიპასუხეთ მიჯაჭულობა უფრო მეტი აქვს შვილს და რაღაცა ყველამ ძალიან კარგად იცით ვინც ხართ ჩემი მაყურებელი მარიკოს რადონის მიჯაჭულობა აქვს ჩემთან ამიტომ საერთოდ ვერ ხვდები ეგ რას ნიშნავს ძალიან კარგია რა თქმა უნდა თუ შეძლებ ფიზიოლოგიურად მაგრამ არის გამოვიდა მაგრამ ამის გამო ჩვენ ხო ადამიანებს ასე რაღაცნაირად რატომ უნდა მივუდგეთ და რატომ და იმას უქნათ არ ვიცი გულდასაწყვეტია ეხლა როგორ მიდოდა მეთქი ამ კაც მოკიდე ეხლა ფეხებში ხელი რო საუბრობს აი ასე და შემოაწყვიდე კედელზე წამოწვებიან და გაიფლაშებიან და ასე ამას რწენად აი აი სისხლი აი მქონდა მე მგონდა სისხლს გადმოვასხავდი იმიდან რა აი იქიდან იმდენად გამოვედი წყობიდან რომ რა არის ეს რანაირად შეიძლება აღწერო რა ვართ ანუ ჩვენ არ ვართ ვერ გავიგე ადამიანები თუ ხდება ძალიან გამაღიზიანებელი იყო და ცუდი რა არის იცით აი ვისაც ესაუბრებოდა ის რო თავს უკრავდა ხალბატონი აი ეგ არის ცუდი როგორ აი ენაზე მედგა აი არო აი ქალისთვის მეთქვა რომ ქალი არ ხარ ვის უკრავ და რას უკრავ თავს რას ჩვენ არ გვაქვს უფლება სიცოცხლის თუ ახდება ვერ გავიგე ძალიან ცუდი მოსასმენია მსგავსი რაღაცა და აი ხარო კაცი საუბრობს გამოვშტედი ვიკითხავ შენ და მოკედ ამას ძალიან განიხილავდა რომ აუ რა მაგარია იმიტომ რომ ის მახლობელმა აი ასექნა და აბა რა ეგ არის ნამდვილი დედა და რაღაცეები დიდი ნაკლები დედა ვარ ერთი ხო ვერ მიტყვით ხო და ძალიან ცუდად მომხვდა ყურში გოგოებო ისეთ ცუდად მომხვდა ყურში ძალიან არ მესიამონა მაგდროს ხო მაგს ხო აი სუსურობის განცდა რომ რა არის ვერ შეძელი რაღაცა გაორებული რაღაცები მჭის ხო მაგდროს რომ ანუ მე როგორ შენ თავთან გაქვს რაღაცა პრეტენზიები რა რომ რა იყო ვანცა ეხა ეგ ერთი რამე ვერ ქენი თუ რაღაც ანუ შენ თავთან გაქვს კონფლიქტები მე რა და ძალიან ცუდია ეგ ამ დროს აი მართლა რა სისულელია ხო მაგრამ ვხედავთ არიან ადამიანები
ჩვენს ირგვლივ ვინც კიდე ჯერ აი რაებზე საუბრობს თქვენ წარმოვიდგინეთ რომ რაღაცა აი სუდად რა მომხდა იცით რომ აბა ისე აი რომ გადაფლაშული წევს და გადაჭრიან და აი ისე ამას რზენად ყვებოდა ხალხო მე ეგეთი არ მომისმენია არ მომისმენია ესე ამას რზენად ვინმე არ ვიცი მე საუბრობდეს აი მე დედა ეს რა მქენი აი საკეისრო კვეთაზე მე არ მომისმენია მავიცი რა არ მომისმენია მაგრამ აი ეგრე ამას რზენად არა ესე რაღაცნაირად აი მე სუმაკანკალებდა აი მეთქი ხა როგორ გინდა რომ აი კაი სიტყვებით შეამკოდა თან რომ შეხედავ რომ ასე კი დიდი მამაკაცია მოხდებით მე მეორეც შევა მოგიბრუნდეს და გითხრას რომ მეჩხრები ვაფშე არ გელაპარაკებ და რატომ მერევი და ანუ ხო ხდებით რა მაგდროს თავს იკავებ ადამიანი რა თორე როგორ გინდა თავი შეიკავო აი ნერვები ძალიან მომეშალა და მე არ ვიცი ახლა როდემდე უნდა გვეგონოს რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა არის ერთადერთი რითაც დედობად ითვლებიან ადამიანები, როდემდე უნდა ეგონოთ ადამიანებს ეგრე, მაგრამ არ არის ბატონებო ეგრე. ჩვენც დედები ვართ, ვინც საკეისრო კვეთით გავაკეთეთ. ბავშვი თქვენ როგორც მოიხსენიებთ, გააკეთეთ აი ამ ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, ჩვენც დედები ვართ. ჩვენც გვაქვს უფლება გვერქვას დედა. ჩვენს გვაქვს უფლება სიტყვის ამოღების და ისი არ არის როგორც თქვენ გონიათ რომ მარტივდებათ ქალებს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი არის ვინც მაგზას ირჩევს მაგრამ ამ გზას რატომ ირჩევენ ეგ არის საინტერესო ზოგი არის მართლა რომ ხა ჭინთვები მეზარება თუ რაღაც ეზარება თუ ეშინიათ ანუ ეგ კიდე სხვა რამეა რა შეიძლება უბრალოდ ესე ამბობს და თუნდაც არ არის ანუ ეგრე არ არის რა არც ერთი მაგრამ არის კიდე მეორე რაღაც რომ არ უნდათ ეგ მდგომარეობა იმიტომ რომ რაღაცა ნერე შეკუმშვები ისინი და ნუ მოკლედ მთელი ამბებია რა და პროცესი არის ეგრეც მაგრამ მე გეუბნებით ჩემმა ექიმმა რომ დაურეკა რომ არ არსებობსო რა ესო ვერ იმშუბიარებსო და გაგუდავსო მუცელში ბავშვს იმედენად ემოციურიო ამის ფიზიოლოგიურად უბრალოდ შეუძლებელიაო თავიდან რაღაც არ დაეთანხმა ჩემი ექიმი ნიაუნიაშვილი და მეორე ვიზიტზე უკვე რა თქმა უნდა შენვირ გაიჩიბუნებრივად და ბავშვს რაღაცას აღნებო და გადაწყდა მე რაც გადაწყდა მე რაც გამოვიარე ხალხო შიშები ამ შიშებს არ ვუსურებ ეს არის კატასტროფული შიში კატასტროფული მდგომარეობა და ამ დროს ვიღაცა ბლეყვე ძის მარშრუტკაში და ვისაც საკეისრო გაკეთებული გვაქვს ამდენი გვიწვალია გვიტანჯია ამ ხელა შიშები გამომივლია დგას და აქ გადაფლაშულ რაღაცებს იძახის რა ქვია რომ აი რომ გადაიფლაშება აბა ეგ არის კარგი და აი მარტო ხო გადააგდო მარშრუტკიდან ისე რომ ვთქვათ ჩვენში აი ეგ არის მე რამეს რო ეტყვი რა თქმა უნდა ახლა გამოგლანწყავს რომ რას ერევიო შეიძლება არც გამოგლანწყოს მაგრამ ნუ შეიძლება გამოგლანწყოს და რაღაცნაირად ვერაფერს ვერ ამბობ და არ არის რა ეგრე ხალხო ადამიანები ვართ ჩვენც დედები ვართ და რა არის ესე რომ დაყავით და დაანაწევრეთ რომ ეს ასე თუ არის ის ისე თუ არის ვიზე ნაკლები ვარ ერთი მითხარით ბოდიშის მოხდით მეკითხებით ხო და ერეო და იმას გადაწვებიანო აქო და ისაო ბუთლით ახო ბუთლით აჭმევენო ბავშვებსო და ბავშვი ეგარიო კარგიო როგორ შევიკავე თავი მეც მიგვირს აი როგორ შევიკავე თავი ჩემამდიეთებს ალბათ მაგან არ იცის რომ საკეისროთი რო ყავს გაჩენილი შეგიძლია ზუზუს გამოყვება ბავშვი არ არის პრობლემა ალბათ ჯერ ინფორმაცია არ მიუწოდებია არავის მაგრამ ისე კი იყო კაი გამოსალარწი მაგრამ რა გინდა კარგი ეხლა ჭუჭყანა დავრეცხო
აქვე დაგებშდობებით, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. წეგან ამ თემაზე ამოქოქილი ვიყავდი, ხა რომ მივეცი ცოტა მოვიჩვარე. ხო და მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ ნუ დავყობთ ასე ადამიანებს, ხალხო, ნუ დავყობთ, სიგიჟემდე მიყვარს ჩემი შვილი, აი წყალში გადავხტები მაგის გამო. და პარაშუტიდან გადმოვიშვები, თუ საჭიროა, ხო და ასე არ შეიძლება. დიდი მადლობა რომ მიყურეთ ყველას. ბაი.